ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. დღეს სტუმრად ვარ რძალ დედამთილის სამკერვალოში, რომელიც ქედის ცენტრში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც არა მარტო ტანსაცმელი, არამედ ერთმანეთის პატივისცემა, ურთიერთგაგება და მხარდაჭერა იკერება. ხშირად გვსმენია ოჯახური ბიზნესის სირთულეებზე, მაგრამ დღევანდელი სტუმრები, ქალები, რომლებიც თაობათა შორის მჭიდრო ურთიერთობით აშენებენ საერთო საქმეს, გვაჩვენებენ, როგორ შეიძლება ამ საქმის გარშემო გაერთიანება, ურთიერთობების გაღრმავება და სხვებისთვის შთაგონებად ქცევა. დღეს მათთან ერთად გავიგებთ, რამდენად ძვირფასია ერთმანეთის მხარდაჭერა, საუბრები და თანადგომა მიზნის მიღწევაში. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ეხლა დავიწყოთ ჩვენი ასეთი გულღია თბილი საუბრები. შემდეგნაირად, როგორ დაიწყეთ მუშაობა, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, რომ მოგვიყვეთ? მოგესალმებით. სალი დაიწყოს თუ დედამთილი თქვენ თვითონ გადაცემდეთ. მოგესალმებით, მადლობა რომ გვესტუმრეთ პირველ რიგში. მე სამოყვარულო დონეზე რა თქმა უნდა ვიცოდი, მაგრამ რომ ოჯახში შემოვედი, შემოვხედე ჩემი დედამთილი ამ ჩემს საყვარელ საქმეს აკეთებდა და რატოღაც იდეა წამოიჭრა იდეა და ეს იდეაც მოგვიწონეს ოჯახმაც გაგვეხმარა ამ საქმეში ასეთი ინტელექტი იყო მაშინ ორგანიზაცია მისი დახმარებით ამ ეკომიგრანტების იქის დაფინანსებით ავაწყეთ და წავედით წინ. დიდი სამკერვალოს იდეა როდის გაჩნდა, იმიტომ რომ ეხლა რომ აკვირდები, ქედაში ერთ-ერთი დიდი სამკერვალო თქვენ გაქვთ. თან მოითხოვა ეს საქმე და გაფართოება ჩვენ ახლა კიდე დაგვაფინანსეს. ეს ქედის მერიამ ქალთა ოთახიდან დავფინანსდით, ეხლა ველოდებით მას კიდე ახალი დანადგარების შეძენას და ასე. ფართოვდებით მომსახურებაში მოთხოვნიდან გამომდინარე ფართოვდებით. ეხლა ჩვენი საუბარი გავაგრძელოთ, მე როგორც ვიცი, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე თქვენ გქონდათ სამკერვალო. კი. მე დაიწყეთ საშუალო განათლება მივიღე, ჩამოვედი, ვისწავლე 6 თვე ჭრაკების წრე იყო ვისწავლე, მე ვიყავი მოსწავლეთ სამსახურების სამმართველოში. მე მოსწავლება როცა დამთავრდა დავიწყე მუშაობა და დღემდე მუშაობ 57 წელია. ძალიან დიდი გამოცდილება პროფესია ძალიან და სანამ შევძლებ ვიმუშავებ. ხო და ქედაშიც რომ ხა გავიაროთ და ნებისმიერ უცხო ადამიანმა იკითხოს რომ სამკერვალო, ყველა დარწმუნებული ვარ ძალდედამთილი სამკერვალოს ძალდედამთილი სამკერვალო არის, ერთმანეთთან შეთანხმებული ვართ, ვერ გავიგებ შევეკითხები, ვერ გაიგებ შემეკითხები და ასე შეთანხმებულად მუშაობთ. ხო, წარმატების მიღწევაც ასეა შესაძლებელი. რა თქმა უნდა. ეხლა მაინტერესებს თქვენი დღე როგორ იწყება? დიდი ოჯახი გაქვთ, ვიცი, ბავშვები. მე ჩემთვის ადვილი ავდგები დილით, ჩემ თავს მოვიწესრიგებ და წამოვალ სამსახურში. დიახ. ერთზას ბევრი საქმე აქვს. ჩვენ რომ ტრიალი გვაქვს. აგეს ორი შვილის სკოლაში მისახვანი, ხო და მე ვასწრებ სამსახურში. როცა კლიენტურა მოდის, მაშინ ბურეკა ან რაღაცა და თვითონაც მოდის უკვე 9-ის მერე 10-ის მერე მოდის. ყავას საგმი ირთმევთ? ყავას სამსახურში მივირთმევთ, რა ვიცი. ხო, გემრიელი მაინც ახალი ამ გარემოში. განაწილებულად ამას და ქალები ყავს და ქალები დაპატიჟებენ და უშუალოდ და ერთად აგერ ბესტუმრება ვინმე აკდავლებთ და ასე ვართ. ხო. მესმის რომ ასე კარგად ჩანს ეს ყველაფერი, აწყობილი სისტემა არის, კაი სამკერვალო, მაგრამ რაიმე პრობლემები ხომ არ არის ერთად მუშაობის დროს? არა, ერთად მუშაობის დროს ასეთი რამე ისეთი არა კაცო. არ პირიქით. ჩვენი პრობლემა არა არის ის, რომ როცა გავდივართ ერთად და რომელიმე რომ არ ვჩებით, უფრო ეს პრობლემა, თორე პირიქით ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს, მივდივარ ჩემს საქმეს უყურებს, მიდის მის საქმეს უყურებ და ასე შეთანხმებულად მუშაობთ. ძალიან კაია, ხარია. ამ სამკერვალომ უფრო და გაახლოვათ როგორც ჩანს. რა თქმა უნდა. ოჯახში საქმე ერთია, რომელსაც ინაწილებთ და აქ კიდე სხვანაირად ხართ ჩაბმული ამ პროცესში. არა, ხო, განსხვავებული ხა ოჯახში საქმე, სხვა ოჯახური საქმე კიდე და ეს აქაურის სხვა. ხო, აქ განსხვავებული კი.
ბატონო, თქვენი კლიენტები ვინები არიან? გარდა ქედისა, ახლა ვიცი რომ ბაღები გეხმიანებათ, სხვადასხვა ფორმებს უკერავთ. შუახევიდან კლიენტები, შუახევი, რამდენი წარმოიდგინე 1-2 იქიდან არ თქვა, ქალაქიდან დადის ის გოგო. ქალაქიდანაც დადიან. დადის. სოფლებიდან ხარაულად ანდალო უმეტესად, მერისი, პირველი მაისი, ყველა დადის ჩვენთან. იმიტომ რომ ეს არის მთავარი დიდი სამკერვალო შედარებით. ეხლა ტექნიკაც მეტი გვაქვს. თან სხვებისგანაც გამიგე რომ დროში არ წელავთ ამ შეკვეთებს. მაქსიმალურად დროზე ვწევთ, აკეთებთ ხო და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. თან ორი ხელი უფრო სწრაფად აკეთებთ და მე ვერ ვასწრებ, წავუშვათ და ეს სწრაფია და თვითონ გააკეთებს ჩემი ძალი. აქ დასაწყისში წაღნახსენეთ ყავის მასში აქ და ქალებიც იკრიბებიან სამეგობროც. ამას სამკერვალოს გარდა აი სხვა დატვირთვაც ხომ არ აქვს. ამ წუთას უფრო სამკერვალოა. კი, სამეგობრო შეკრების, გულახდილის საუბრების, ჭორაობის. სხვათა შორის მეც მიყვარს თქვენთან მოსვლა და რამე თუ შესაკერი მაქვს გადასაკეთებელი, თან დროს ვიყენებ იმისთვის რომ გესაუბროთ, იმიტომ რომ ნამდვილად კაი ადამიანები ხართ და მიხარია თქვენთან ურთიერთობა. ყველას უხარია მისვლა. ეხლა ერთია რომ ამ ბიზნესს აკეთებთ თქვენი ოჯახისთვის, შემოსავლები ვის არ სჭირდება, მაგრამ აი რამდენად ხედავთ იმას რომ თქვენ საჭირო ხართ ადგილობრივებისთვის. რავი, ჩვენ ვფიქრობთ რომ ვართ საჭირო, მაგრამ ეს უფრო ალბათ სხვების შეფასება ხო გჭირდება. ერთი დღეც რომ არ იყო, ხო? ხო. ტელეფონებს ეიღებენ მეკავე. ეს არის ზუსტად რომ საჭირო ხართ ყველა გიცნობს, ახლა შეიძლება იმდენი კლიენტურა არის რომ შენ ვერ იცნო თვითონ, მაგრამ მათ თვითონ გვიცნობენ მე. სხვა ქალებს რას ურჩევდით, ვისაც ბიზნესის წამოწყება სურს? არა სამკერვალო მიმართულებით, თქვათ ისე ხომ არის რაღაც სხვა ბიზნესების, ტრაფიკვების, ყავის, რა ვიცი, მეორადების მაღაზიის თუ ასე შემდეგ, ეხლა რაც ქედის მასშტაბით არის ცნობილი. ან ზოგადად ისეთ ქალებს, ვინც სოფელში ცხოვრობს, ზის უმუშევარია და ასე შემდეგ, აი რას ეტყოდით ასეთ ქალებს? რას ვეტყოდით ახლა? საჭირო არის რომ ქალი გამოხვიდეს საზოგადოებაში. მარტო სახლის საქმე ხო არ იქნება რა. და შენი შემოსავალი რომ გექნება, უფრო მეტი ხალისიც გაქვს. თავდაჯერებული ხარ, ხო. მე ამას უსურვებ. შენს გემოზე იყიდი რაც გინდა, სხვა ვინმეზე არ ხარ დამოკიდებული, შენი ფინანსები როცა გაგაჩნია, მაშინ ძალიან შვიდად ხარ. კი ბატონო. თამარ, თქვენც რომ გვითხრათ, აი, რას ეტყოდით, იმიტომ რომ სანამ საუბარს დაიწყებდე, ვიცი რომ ბევრ პროექტში იყავი ჩართული, კიდეც ბლექსში ტრენინგებს კითხულობდი ამ მიმართულებით, სამკერვალოს მიმართულებით და საკმაოდ აქტიური ქალი ხარ ქედის მასშტაბით. აი, რას ურჩევდი? ხო, ალბათ. ვურჩევდი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საწყისი პერიოდისთვის არის იქ სირთულეები, მაგრამ მაქსიმალურად ვურჩევდი, რომ არ უნდა მისაქმე რა ქვია რა. ხელი ჩაიქნიო. არ უნდა ჩაიქნიო ხელი, რაღაც დიდი მნიშვნელობა კიდევ გვერდით ვინ გიდგას. აჰა. ჩემ გვერდით მაგალითად ჩემი მეუღლე იყო და ისეთი რაღაც მე პირადად შენ წარმოიდგინე ხელს ჩავიქნევდი, მაგრამ გამატანინა, გამაკეთებინა და მეხმარა და ერთობლივად შეიქმნა ერთი ეს საოჯახო ბიზნესი და ყველას ვურჩევდი რომ გაიტანონ რამენაირად, გაუძლონ, ხელი არ ჩაიქნიონ და ნელა-ნელა წარმატებასაც მიაღწევენ. კი. ხო, ამ საუბრიდან დასკვნაც შეიძლება გამოვიტანოთ, რომ სწორი ადამიანი როცა გყავს გვერდით. რა თქმა უნდა. გარკვეულწილად წარმატება მასეც არის დამოკიდებული. ხარდაჭერას მარტო ხო ერთი ადამიანიდან არ გამოდის. არის ისეთი რაღაცები მაგალითად რომ იწყებ და იმ პერიოდისთვის ისე არ იცი საწყისი პერიოდისთვის ისიც არ იცი. ახლა რო ვიცი საწყის პერიოდში იმდენი არ ვიცოდი. რო იყო მაგალითად ისეთი მომენტი რომ ახლა ისეთი რამე მჭირდებოდა რომ ახლა თვითონ ეს ჩემი დედამთილიც ადგილზე არ იყო, უფრო პრობლემა მქონდა, როცა არის მაგალითად და მიდგას გვერდით და ვეკითხები, ორი საზრი უფრო უკეთესია. გვერდით მდგომსაც ბიზნესში გააჩნია. ამოირჩიონ ისეთი ადამიანი მაგალითად რომ ვინც რომ ამოუდგება გვერდით ორივე მხრიდან მაგალითად წაგახალისებს ერთი გასწავლის მეორე პირველ რიგში არ უნდა ჩაიქნიონ ხელი და მაქსიმალურად რაღაცა უნდა შეძლონ და მიაღწევენ წარმატებასაც თავისი ბიუჯეტით კარგიც ექნებათ პატივისცემაც უნდათ თუ დახარჯვაც უნდათ თუ შენახვაც უნდათ ეს ყველაფერი თავისთავად მოდის მერე და მე აი სამომავლო გეგმები თუ გაქვთ
კიდე გაფართოებას, მოსწავლეების აყვანას, სტაჟირებას, რაიმეს თუ სოფათაშორის აპირებთ? გაფართოებას და უფრო მეტი საქმის მასაც კი გვაქვს ვთქვათ იდეები, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ვერ ნახულობ, რა ქვია, კადრს. აჰა. სურველები არა. მე სხვათაშორის შემიძლია ახლაც რომ დავასაქმოთ თქვათ ვინმე, მაგრამ კადრი არა. სურვილი ერთია, რამდენად მაგალითად იცის, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენს შეძლებს? ხო, შეიძლება ახლა ეს ისეთი თქვათ საქმე არა, რომ ის ასე გადადო და გადმოდო. რაღაცა უნდა იცოდეს. ზუსტად უნდა იცოდე, რომ ერთ ხო, ახლა მე ამ ასოხის მგებელი ხარ გასაუბრებაზე შენ შეკვეთაზე და მიეცი მას და ვერ გააკეთა ძალიან რთული. ხო, ახლა დაფინანსებასთან დაკავშირებითაც ქონდათ ეს შეკითხვა ჩემთვის, რომ რას გააკეთებდითო. ეხლავე ავიყვანდი მაგალითად, მაგრამ კადრის ხო, ცოდნეა ადამიანები ამ სფეროში, ქედის კი, მასშტაბით, ბატონო, კი. რომელსაც არ მოიძებნება კი, როგორც ხო, ჩანს. ნამდვილად. არა ინტერესებს. ხო, არა და ბლექსი არის ისეთი შესაძლებლობა, ქონდა ამ რომ ბლექსსაც შემოთავაზება ქონდა რაღაცები, მაგრამ ამ წუთას ბლექს ფართი არ აქვს იმისთვის, თორე თვითონ იდეა აქვს, რომ ეს კიდე დამატებით ხო, იმიტომ რომ ბათუმში ისწავლება და ჩემი ეხა ყველა სფეროს ვარ მეც მოდებული, მაგრამ სამკერვალო სფერო ძალიან მომწონს და ბავშვობაში თოჯინებისთვის თუ რამე ვკერავდი, დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი ახლა. სხვადასხვის ერთ-ერთი კლიენტია ჩემი, რომელიც თბილისში სწავლობს ოფთალმოლოგია, ანუ თვალის ექიმი უნდა იყოს, ეს გოგო ისე კარგად კერავს. ხო, ისე კარგად კერავს და არჯერ რაღაცებში დავეხმარე, რაღაცები გავატარე, რაღაცებში სამოყვარულო დონეზე ეს გოგო ისე კარგად კერავს, რომ კარგი შემოსავალიც აქვს. კი ბატონო, კი. ახლა ჩემი შვილი დიახ. გათხოვილი მყავს. ისე დაინტერესებული იყო ამ კერვით, მაგრამ რო ბავშვი იყო და იმდენად ვერ ისწავლა აქ, მაგრამ მის თვითონ დიზაინის შექმნის გაგაკეთებინებს ყველაფერს, მაკეთებინებდა ადრე, ახლა თვითონ კერავს. კი. ძალიან კაია. ხო. გენეტიკური ნიჭიც ალბათ თქვენგან გადაედო და გაყვა. მესმის ახლა ეს ყველაფერი ძალიან კარგად მესაუბრები, ისეთი თბილი გარი მაქედან წასვლაც არ მინდა. არის თქვენი ღირებულება აქ, აი ამ მუშაობის პროცესში? თქვენი მთავარი ღირებულება რა არის? ჩვენი მთავარი ღირებულება, რომ ჩვენთან მოსული ადამიანი კლიენტია თუ ნუ ჩვენი ვისაც დახმარება ყველა წავიდეს კმაყოფილი რა. დიახ. ჩვენი მთავარი ეს არის, რომ ყველა წავიდეს. დავუშვათ და რო გთხოვს რომ ჩვენ არ მაქვს ფული დავუშვათ ან ცოტას გადავიხდე ან რამდენს კიდეც ვაჩუქე. რა თქმა უნდა, აბა როგორი ისეთი? ხო, იმიტომ რომ ასაკში რომ ვარ, მინდა რომ დავამახსოვრო თავი და არ თქვას რომ მარტო ფულზე იყო გამატებარი. ამას ხო, არ მინდა ასეთი. მაგრამ ბათუმთან შედარებით ჩვენ ძალიან იაფად ვკერავთ. კი, კი. თუ ვინმეს გადახდა უნდა და მე რომ 5 უთხარი, მამაკაცები უმეტესად 10 დატოვებენ. გუშინ ხალი იყო დალი ბარამიძე. დალი ბარამიძე არის საყვარელი კლიენტი. ძალიან. უთხარი რაღაცები ქონდა შეკვეთა და 15 ლარი. 20 ლარი გაჩუქეო მithქო და რამდენჯერ გააკეთა იმიტომ რომ ნამდვილად დიდ შრომას დებთ. თქვენ მე მომწონს თქვენი ნახელავი და იმიტომ დავდივარ და რომ არ გააკეთებდეთ კარგად არც მოვალო. კი ბატონო, ძალიან მიხარია. რამდენს იაფია და დედამეტი რატო არ თქვა? ეხლა თქვენ შვილებს ხომ არ აქვთ ამ მიმართულებით მიდრეკილება, კერვა ხომ არ უყვარს? პატარა კერავს. ძალიან კაია. მაშინ პრაქტიკას აქვე მიიღებს და შარლის გადანაჭარი ნაჭერით სუმკაში იგი შეკერა. ჩანთა შეკერა და გადაიკიდა. ოჩა. ძალიან კარგია. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მიხარია რომ ქედაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებთ. ნამდვილად კარგია მხარდაჭერაც, ადგილობრივი თვითმმართველობიდან და ასევე სხვა საგრანტო კონკურსებიდან. რაც მივიღე მაგალითად ორჯერ მაგ ამ საქმიდან გამომდინარე სწორად შერჩეული საქმე მითხრეს, კარგად ჩამოყალიბებული ყველაფერი და ორთავე მონაწილეობის მიღების დროს აქ პირველად ეკომიგრანტებთანაც დაკავშირებით დაფინანსებული აღმოჩნდით და ეხლაც ჩვენი მერიის მიმართ რო გადახედეს, ნუ შეგვიფასეს დადებითად და ნამდვილად საქმიანობას ღირსეულად ეწევით აქ და თვალშისაცემია ისედაც. ხო, ახლა ქედის ცენტრში თან ისეთ ადგილას ხართ ტერიტორიულად რომ კმაყოფილი ვართ ხელმძღვანელობისაც რომ ყურადღებას გვაქცევენ და ნამდვილად. საწყისშიც და ახლაც. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ მონაწილეობა მიიღეთ ჩემს რადიო გადაცემაში და
მე ვეცდები რომ ქედელებს და არა მარტო ქედელებს გავაგონო ქედელი ქალების ხმა, რომლებიც ძალიან ძვირფას და საჭირო საქმეს აკეთებენ ქედაში. ასაკიანი ვარ, მაგრამ ეხლა ჩემი პროფესია რა ვქნა. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, თავარია საქმე გიყვარდეთ და თქვენი საქმის ერთგული იყოთ. აბა წარმატებები, მადლობა მონაწილეობისთვის. გაიხარეთ, მადლობა თქვენს. რძალ დედამთილის ხსენებაზე ყველას გვიწევს ჩვენ დაუნებურად მითებისა და რეალობის სამყაროში გადასვლა. თუ რას ფიქრობენ ჩვენ დღევანდელი სტუმრები ამ ურთიერთობაზე, რა არის მათთვის მითი და რა რეალობა, სწორედ ახლა გავიგებთ. დედამთილი აუცილებლად უნდა ერეოდეს თუ არა ყველაფერში, ეს მითია თუ რეალობა? მითია. აი თქვენი გამოცდილება რა ჩემი გამოცდილება მე ყველაფერში არ ჩავერევი, საერთოდ არ ჩავერევი, სადაც ჩემი საქმე არა, იქ იმას ავიტყვი. აჰა, ოჯახში. არ არის საჭირო რაში მჭირდება. აჰა, ძალიან ძაბო მდგომარეობა არ არსებობს. თქვენი რძალი რას გვიპასუხებთ? მითია თუ რეალობა, რომ დედამთილები ერევიან ყველაფერში? რა ვიცი, ახლა მეც მითად ჩავთვლიდე. მე არ მაქვს აი პრობლემა, რომ ყველაფერში ყველაზე ჩარევა და პრობლემები გქონდეს, არ გვაქვს ჩვენ მასე. ძალიან კარგი. ეხლა შემდეგი ფრაზა არის ასეთი: დედამთილს რძალი არასდროს მოწონს ბოლომდე. არა, მაგრამ ეს მითია თუ რეალობა? არ მოწონს ახლა მითია. ადამიანს შენი თავი არ მოგწონს, შეიძლება რაღაც შეიძლება. ხანდახან არ მოგეწონება, მაგრამ ხო. ახლა ესეთი სირთულე არ გვაქვს ჩვენ. შეიძლება არ ვარ, შეიძლება შვილიც არ მომეწონა, მაგრამ გითხრაო. მაგი ახლა მასე არ ხდება რომ ყველა დეტალი, ყველა რაღაცა შეიძლება მოგივიდეს ისეთი რამე პირადად შენ თავზეც რომ ისე არ გამიკეთებინანე და არ მექნა რაღაცა თავთან გაქვს ჭიდილი პრეტენზია რომ რაღაცა ასე არ მექნა და ხა რა ვიცი მაგ დოზით რომ რამე ვერ ნახო ასეთი იდეალური. ხო, როგორც ასეთი ამას ამბობთ რომ მითია, იმიტომ რომ დედამთილებს მოწონთ რძლები, უბრალოდ ყველა დედამთილს უნდა რომ მისი რძალიც გაქვს პროტესტი რაღაცის გამო. კარგი, ეხლა შემდეგი თანამედროვე თაობის რძალ დედამთილი უფრო ადვილად უგებს ერთმანეთს. ამაზე რას ფიქრობთ? მითია თუ რეალობა? რეალობა. რეალობა. მე არც რეალობა. ეხლა რომ გადაავლოთ თვალი თქვენ სამეზობლო სანათესაოს ახალი თაობის რძალ დედამთილებს რა გამოცდილებას ხედავთ? კაი ურთიერთობა აქვთ? უმეტესობას კარგი ურთიერთობა. აჰა. თუ დედამთილი მაგალითად არის მომთმენი, დედამთილი ესე მეცა დაილაპარაკებს, არ იქნება. დალაგებულია. მე ასე მგონია. ეხლა ხომ ასე ვსაუბრობთ, აი თქვენი თაობის რძალ დედამთილობა როგორი იყო, რომ გაიხსენოთ? ცოტა შეიძლება მტკივნეულ თემას ვეხები, მაგრამ რომ გავიხსენოთ დედამთილის მაგალითად მე მეშინოდა. გჯერას მეშინოდა ჩემი დედამთილის. სულ ყვიროდა. აი, სულ ყვიროდა, სულ ხუბი ქონდა. ერთის დაძაბული ვიყავი ყოველთვის მე. პირისპირ რომ ჩემზე ეჩხუბასი არ იყო. მეორე პირში ყვიროდა და ლაპარაკობდა და სხვისი ძლები კარგი იყვნენ, სხვისი ოჯახი კარგი იყო, ასე ისე და ხასიათი. შენ თავზე მიიღებდი ყველაფერს, მაგრამ ჩუნდებოდი. ახლა მაგას ვერ იტყვი. იტყვი და გიჩვენებენ. ახლა განსხვავებული ურთიერთობა. ახლა ძალიან განსხვავებულია. კი. ძალიან განსხვავებული. თუმცა ვფიქრობ მაინც რომ რაღაცა შეგნების ამბავიც მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან. მე რაც გამოვცადე, იმას მე არავის არ გავუკეთებ. ძალიან კარგი. ამიტომ არ სიამოვნებდა და რაც მე არ სიამოვნებდა, იმას არ გავუკეთებ არავის. ეხლა შემდეგი ფრაზა არის ასეთი: როცა რძალი დედამთილს პატივს სცემს, ურთიერთობაც მარტივდება. კი, რა თქმა კი, მაგი რეალობა. რძალმა რომ გვესაუბროს აბა. ახლა მაგ რა თქმა უნდა ეს რაც უფრო მეტი პატივისცემა, ურთიერთობა, თბილია, რაც უფრო სიტყვა იქ უფრო უკეთესი მდგომარეობაა. კი ბატონო. ძალიან კარგი. ეხლა ასეთი ფრაზა თან თქვენ რომ ერთად ცხოვრობთ, რომ გაგვიზიაროთ, თუ რძალ დედამთილი ერთად ცხოვრობენ, ჩხუბი გარანტირებულია? მითია თუ რეალობა? გარანტირებულად ვერ ჩავთვლი ახლა. საერთოდ ჯამში ჩხუბი ძალიან წულს. აჰა, რომ მივხვდი რომ იმას არ მოწონს და უკვე მეტი უნდა შეტოპოს მე ვჩუნდი. ოჰო, არა, საერთოდ მასია საერთოდ და გაჩუნდი. არა, უჩუმდები. ახლა რა არის იცი? ახალგაზრდას ახალგაზრული გაგება. იმას შეიძლება უფრო მეტი გაეგება და მე არ გამეგება და უშუალოდ ამას ჯობია რომ გაჩუნდე. არ იცი შენ.
და პირიქითაც რა თქმა უნდა, იმანაც უნდა გაჩუნდეს და იქნება კარგობა. კარგი ურთიერთობა. რა თქმა უნდა. ხარბი და აბა თუ ადათმე და ორივე მიჩხუბე რა გამოვიდა. ჩხუბი ღმერთმა დამიფარო, საერთოდ ჯამში ჩვენთან მაგი არ არის. და კიდე ასეთი ფრაზა მაგალითად, დედამთილებმა უკეთ იციან ბავშვის აღზრდის საკითხები. ბევრისგან მომისმენია, რომ აი დედამთილი, თქვათ მის გამოცდილებას უზიარებს რწმენას, ჩემ დროს ამას ვასმევდი, ამ წამალს ასე ვაჭმევდი, ისე ვაჭმევდი. ეს როგორადაც არ ყოფილა, ჩემეულად, ჩემებურად ვსდიდი და შვილი რო დაიბადა ამისა ორივე იყო სახლში, თვითონ ზრდიდა. მე რაში უნდა ჩავრეულიყო, დილით მოვდიოდი და საღამოს მივდიოდი. მე არაფერი არ ვიცოდი, რა აკეთებ და დავუშვათ. ექიმთან მიდის, ის ექიმი და აკვალიანებს და აკეთებს ყველაფერს. იციან, ახლანდელმა ქალებმა ყველაფერი იციან. მე რა უნდა ვასწავლო და ძველებური უთხრა ახლა დაუშვათ და წელის შეკრა და იგენი არ არსებობს. ხო, ეს ძველი მიდგომები ექიმი რასაც ეტყვის, იმას ემორჩილება ახალგაზრდა დედა. ძალიან კარგი, ფიქრობ რომ საინტერესო რუბრიკა გამოგვივიდა, მითია თუ რეალობა და იმედი მაქვს რომ ეს ასეთი თბილი პატივისცემით დამოკიდებულებები გაგრძელდება თქვენს ურთიერთობაში და ოჯახში და ბიზნესში. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.